მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ირმა სოხაძე, მომღერალი, მუსიკოსი და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის, იმიტომ რომ ყოველთვის ასე ამოვნოა გარკვეული ინტერესი საკუთარი პერსონის მიმართ და თქვენი კითხვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ამისთვის და ვეცდები ახლა გულწრფელად გიპასუხოთ. პირველი კითხვა ნონიკომ წერს. ქალბატონო ირმა, მაინტერესებს თქვენი საჯარო პროტესტის შემდეგ თუ გქონიათ კიდევ მიწვევა სამთავრობო ღონისძიებებიდან. ნონიკო, იცით ეს მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მქონდეს პროტესტი, არ მივიღო არაფერში მონაწილეობა, დავტოვე სამსახური კიდევ ბევრი თამდები, ასე ვთქვათ, რაღაცა პირობებზე ვთქვი უარი და რა თქმა უნდა აღარ პატიჟებენ, იმიტომ რომ იციან რომ სამპატიჟო მე არ მივიღებ მონაწილეობას და აქედან გამომდინარე ჩვენი ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეწყვეტილია. შემდეგი კითხვა. ევროვიზიის კონკურსზე როგორია ზოგადად თქვენი აზრი? რა უშლის საქართველოს ხელს, რატომ ვერ არღვევს იმ ჯადოსნურ წრეს, თუმცა ამას უმცროს შემსრულებლებზე ვერ ვიტყვი და თუ კი პატარები ამას ახერხებდიდებს, რა სჭირთ? წელს ჩვენი კონკურსანტის ნამღერი სიმღერა კონკურსანტი ინსცენირება მისაღები თუ იყო თქვენთვის. კარგი კითხვაა, სხვათა შორის მართლა ბევრს ნერვიულობთ ჩვენ ამ ევროვიზიაზე, ხშირად ისმის რომ საერთოდ მივიღებთ მონაწილეობას. ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ევროპული მაუწყებლების კავშირის წევრი. აქედან გამომდინარე ვალდებულება აქვს ასეთი რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში. მე მგონი ცოტა ვაჭარბებთ, როდესაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ღმერთო ამ ევროვიზიის კონკურსთან ძალიან ვაქილიკებთ და ვლანძღავთ ხშირად და თან კიდე დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რატომ ვერ გადავედით დაუშვათ მეორე ტურში. ეს ძალიან ხშირად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრი მინდა გითხრათ, თითქმის ყოველთვის ჩვენი მონაწილე გამორჩეულად კარგი იყო. ნამდვილად, ასე იყო წელსაც. მე მარიამ შენგელია ძალიან მომწონს და მიყვარს, ძალიან კარგად აჩვენა მან თავისი თავი, აი რაც უნდა გაეკეთებინა, ის გააკეთა მაქსიმუმზე, ამიტომ მე მას ვულოცავ ამ გამოჩენას, უზარმაზარ აუდიტორიას გააცნო მან თავისი თავი და სულ არ აქვს მნიშვნელობა, ხე მეორე ტურში კიდე გამოვიდა ფინალურში, უბრალოდ თუ არა და რომელი ადგილი აიღო. ჩვენ ამ კონცეპტს თუ არ მივყევით, რაც არის, ასე ვთქვათ, ევროვიზიის დავალება, მაშინ მუდამ ასე იქნება. ჩვენ ცოტა პატრიოტული, იქ ხორუმი ეს ადრეც იყო, გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი ჩვენი კონკურსანტის გაფორმება ხალხო. არ ვიცი, შეიძლება ეს ხალხური ზოგჯერ ძალიან მოეწონოთ. ამ შემთხვევაში არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის გამსაზღვრელი და მთავარი. ეს კონკურსი კარგია, რომ ტარდება, ვიღაცას მოწონს, ვიღაცა მუსიკალურად, ვიღაცა პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ და ყოველთვის კარგი შემსრულებლები გავაგზავნოთ. მარიამს ვულოცავ ამ ძალიან დიდ წარმატებას. დღეს არსებულ ქართულ შოუ ბიზნესს რა სახელი ქვია და საერთოდ არსებობს თუ არა ის შეაფასეთ. რთული კითხვაა ძალიან, იმიტომ რომ ქართული შოუ ბიზნესი ისევე როგორც ნებისმიერი მოვლენა განყენებულად ვერ არსებობს. ხო, ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ზოგადად რა ფონია ქვეყანაში, სახელმწიფოში, საით მივდივარ, გვემღერება, არ გვემღერება, ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და რა თქმა უნდა, ახლა არ არის საუკეთესო პერიოდი ქართული შოუ ბიზნესისთვის, არც ხასიათი, არც განწყობა, არც სიმღერები იწერება. მართლაც მე ცოტა მიკვირს კიდევაც დღეს არის ეს კონცერტების გამართვის ხასიათი, ხალისი და უნარი რო აქ კიდევ ბევრ ჩემ კოლეგას და ღმერთმა მისცეთ ახლა ყველას პირადი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა. ალბათ ეს რაღაც სინუსოიდა, რომელიც ჩავა, რაღაცა წრეს მოხაზავს და ისევ თავის კუთვნილ პოზიციას დაუბრუნდება და საკადრის, იმიტომ რომ ქართული შოუ ბიზნესი დავარქვათ თუ ესტრადა ერქვა ადრე თუ სულუქი ჟანრი თუ როგორც არ უნდა დავარქვათ, ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი სიმღერები, რომელსაც მე მაგალითად ესტრადის კლასიკას ვუწოდებ და მაქვს იმედი, რომ კიდე არაერთი მარგალიტი შეემატება ამ კლასიკური ნიმუშების რიცხვს. კარიერის მანძილზე საკუთარ თავს შეცდომად რას უთვლით? ამას ანი მეკითხება. იცით რა, შეცდომა ალბათ ყველას მოგვდის კარიერის თვალსაზრისით. სხვათა ხშირად მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, რომ მიფიქრია, რომ აი ეს არ უნდა გამეკეთებინა, ეს შეცდომა იყო, ან ავჩქარდი, ან რატო არ წავედი, რატო ეს არ ნაბიჯი არ გადავ. მე მოგვრუნებულა ისე, რომ რა სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამიტომ უკვე ამ გადასახედიდან და უკვე პატარა აღარავარ მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ რამეს ვთვლი, რომ აი რაღაცა ღმერთმა დამიფარა და რაღაცა სისულელი არ გავაკეთე, ცუდი ნაბიჯი არ გადავდგი და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ვიყო მართალი ჩემ თავთან.
პირველ რიგში, რომ არ შემრცხვეს არავის თვალებში შეხედვა. ამიტომ შეიძლება ამიტომ არ გავაკეთე დიდი კარიერა რუსეთში, თუმცა მქონდა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შემოთავაზება და არანჟევაია ჯევაჩკა ვიყავი, მე მგონი დღემდე ამას წინათ არა დიდი ხნის წინ მაქსიმ გალკინმა ერთხელ დამპატიჟა თავის გადაცემაში და თქვენ ხო ჩვენი არანჟევაია გოგო ხართოდ მეთხარ ბაბუშკა ვარ უკვე დიდი ხანია, მაგრამ ნარინჯისფერი ალბათ მაინც ვარ თქო და ერთ სიტყვით მქონდა ყველანაირი პირობა, პოპულარობაც, არც ბევრი თანხა არ დაჭირდებოდა ჩემ ასე ვთქვათ იქ პოპულარიზაციას, რასკრუტკა რო ქვია რუსულად, მაგრამ ეს არ გავაკეთე. შეიძლება ვიღაცამ შეცდომად ჩამითვალოს იმ ეტაპისთვის, მაგრამ დღეს ვხედავთ რა სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ დავრჩი ჩემ საქართველოში. მინდა აქ კიდე გიმღეროთ, კიდე ბევრი კონცერტი გავმართო და მოვახერხო ის რისი უნარი, სურვილი და შესაძლებლობაც ჯერ კიდევ მაქვს. ქალბატონი ირმა მეუღლესთან ერთად მომეწონა იმღერეში და მომწონდა როგორც წამყვანი. გული დამწყდა რომ უცბად მოწმენდილ ცაზე გაიხურა იმედის კარი, ასეთი უეცარი გარდასახვა მართლა გასაკვირია. იმედია ნანობთ. არ ვნანობთ ჩემო ძვირფასო, ესეც ერთ-ერთი ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნამდვილად სწორედ არ მახასიათებს სინანული, იმიტომ რომ ჯერ ვფიქრობ და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას. აი გული რასაც მეუბნება, როგორც ვთქვი, რასაც ჩემი სინდისი მკარნახობს, ყოველთვის ისე ვიქცევი და ეხლა ეს წასვლა რა მოსატანია, მე ორჯერ ისეთ გადაწყვეტილება მივიღე, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველად, როდესაც 2004 წელში და მე უკვე 25 წელი მანამდე იქ მქონდა ნამუშევარი და ჩემთვის მეორე ოჯახი იყო. 1980 წლის დასაწყისში მივედი და სხვაგან არსად არ მიმუშავია 2004 წლამდე. და რომ დაიწყო რეფორმა, როდესაც გაუშვეს ყველა ჩემი კოლეგა და მეგობარი, დავრჩი მარტო, მოვიდნენ ვიღაც ახალგაზრდები, სხვა ტელევიზიებიდან და არ მიშვებდა მე დირექტორი, თხოვდა დარჩენას, მაგრამ მე მივხვდი რომ ჩემი ადგილი აღარ იყო იმ ეტაპზე წამოვედი. აი ძალიან დიდი გულის ტკივილით. მეორე 2009 წელს, 2008-ში მე მივედი ისევ საზმაუს ბორდის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი ოპოზიციის კვოტით. აქვე ბარემ გეტყვით ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს მსაყვედურობენ რომ რატო ეხლა აკრიტიკებთ, მაშინ ჩუმად რატო მიყავ და არასდროს ჩუმად არ ვიყავი და 2009-ში ბორდის დემარში დატოვება და მე ვთქვი მოამბეში ის ტექსტი რომელიც უნდა გვეთქვა, ვინც ვიყავით ოპოზიციური კვოტით და გადავწყვიტეთ რომ უაზრობა იყო ჩვენი ყოფნა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ინსინუაციები მიდიოდა ეთერში, ფაქტების დამახინჯება, სულ ჩხუბობდით, სულ ჭიჭყინებდით, არაფერი აზრი ამას არ ქონდა და მე დავტოვე საზოგადოებრივ მაუწყებელი 2009 წელს 6 წელი მქონდა წილი ამოღებული და წელიწადნახევარში წავედი. ეს ადვილი არ იყო მაშინ, დამერწმუნე, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არც მაშინ ვიყავი ჩუმად და არც ვაპირებ. გული დავტოვე მაშინ მაუწყებელში და აი დღემდე ძალიან გული მტკივა, რომ აი როგორც შენახლებელს რო ხედავ რაღაცა უსამართლოდ ექცევიან, ფუნქციას უცვლიან, არასწორი მიმართულებით მიყავთ, მაგრამ ვერ ეხმარები, ვერაფერს ვერ აკეთებ. აი ზუსტად ესეთი განცდა მაქვს დღემდე ამ ტელევიზიის და ამ ჩემი საქმიანობის მიმართ მაშინდელი. გადაწყვეტილების მიმართ უფრო სწორად. და რაც შეეხება ახლა, მე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია რატომღაც, ხო? მე მგონი ხვდებით ყველანი, ძალიან მინდა რომ გამიგოთ და მიხვდეთ რატომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. კრიზისულ პერიოდში როგორ მართავთ თავს, რა მეთოდს ხერხს იყენებთ? განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, ამას მიამეკითხება. განსაკუთრებულს მართლა არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ჩემი ხასიათის თვისებები, რაღაც ინსტინქტურად მეხმარება, რომ ავისხლიტო რაღაცა უარყოფითი, ეს კრიზისი, ახლაც მე ვთვლი, რომ კრიზისული პერიოდი მაქვს, მე კი არა მარტო გვაქვს საერთოდ. ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ვინც ამას ვერ ხედავს, წარმოუდგენელია ეს ჩემთვის, მაგრამ აი მეხმარება ის, რომ ყოველთვის ვარ ოპტიმისტი, გამოუსწორებელი, ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, რაღაც აბსურდამდე მივიდეს, ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, ყველაფერი გამოსწორდება, კი ბატონო, ვაპატიებთ ერთმანეთს, ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ უნდა გეზი და ხაზი გამოვასწოროთ და იყოს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და როგორც ჩვენ გვინდა საუკუნეების მანძილზე. დაგვისახელეთ ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიციაზე ძალადობას ან შეურაცხყოფის მიყენებას არ პასუხობენ, ელენე მეკითხება. არ ვიცი, გამიჭირდება ასეთი ქვეყნის დასახელება ნამდვილად ყველა ქვეყანაში. პოლიციაზე ძალადობას და შეურაცხყოფას პასუხობენ კონკრეტულად იმ ადამიანს, ვინც ეს ძალადობა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას თუ ნებისმიერ პირს, ხო, ძალოვანს ამ შემთხვევაში. მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემო ელენე, არც ერთ ქვეყანაში მსოფლიოში მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში 50 ბიჭი ყავდეთ ნახევარი წელი. ვარაუდით, იმიტომ რომ შეიძლება რომელიღაცამ ქვაისროლა ან ჯოხი ან თუნდაც რაღაცა საშინელება მართლა ხო იქ მოლოტოვის კოქტეილიც იყო პირველ დღეებში და არ უმტკიცდება არც ერთს, ვერც ერთი პოლიციელი მათ ხელს ვერ ადებს, მაგრამ მაინც ესენი ციხეში არიან უკვე ნახევარი წელია.
ამის გაგება მე მიჭირს, არ ვიცი. აი და ამავე დროს აი რა დღეში ჩააგდეს ხო ხალხი ეს არ იყო რაღაც შემოცაცუნება და ლოყაზე ხელით გარტყმა. ქუსლებით დაუჩეჩქვეს სახეები. სასიკვდილოდ გაიმეტეს. მართლა ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ არავინ არ დაიღუპა. ძალიან ცუდად გამეტებით გაწიდეს ეს ადამიანები ძალოვანებმა და არც ერთი მათგანი დაკითხულიც არ არის. ეს თქვენ უხერხულობას მართლა არ გიქმნით, რომ ამათ ასე სჯიან, რომ ვერ უმტკიცებენ ვერაფერს, არავითარი მტკიცებულება არ არის. პოლიციელი ვერც ერთი ვერ ამბობს, აი ამან მესწროლა მგონი, ქვა, ჯოხი ან რაღაც. არა, მაინც ისინი ციხეში არიან. მზიამაღლობელს 7 წელი ემუქრება და ესენი დაკითხულიც არ არის არც ერთი, ვერ ამოიცნეს, ეძებენ და ალბათ იპოვიან. მე არ ვიცი, მე ეს ცოტა უსამართლობა, ცოტა კი დიდი უსამართლობა მგონია და დიდ უხერხულობას მიქმნის. თქვენი სიმღერა ზღაპრის ბოლო კეთილია ბოლოდროინდელ აქციებზე არაერთხელ გაჟღერდა, ალბათ ავტორისთვის სასიამოვნოა, როცა ყველა თაობის წარმომადგენელი ამ სიტყვებს ღიღინებს, საერთოდ ამ სიმღერის ასე გაპოპულარულებას როგორ უყურებთ. თიკო მეკითხება, მადლობთ ამ კითხვისთვის. ეს მართლა ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა. ამის ისტორია ბევრჯერ მოვყევი, გია მოვიდა მაჭარაშვილი, მარათონს ვაკეთებდი ჩემ მეგობრებთან ერთად და მომიტანა ეს მელოდია და არ მქონდა მარათონის ფინალი. აი 5 დღეში უკვე მარათონია და არ მაქვს ბოლო სიმღერა, რითიც უნდა, ნუ ბოლო-ბოლო ვიფიქრე, ხან თბილისს ვიმღერებთ ისე, ან ჩემ საქართველოს რაღაცას ისეთ ტრადიციულს, მარგალიტს, ქართული ესტრადის, მაგრამ მინდოდა რაღაცა სპეციალური სიმღერა და მომიტანა ეს მელოდია, უკვე სტუდიაში ვართ, ყველა შემსრულებელი მონაწილე ამ მარათონის არ იყო ლექსი. აი რაღაცამ დამაწერია, მართლა წუთში დავწერე, ამაზე ბევრი სასაცილო ისტორიაა, მაგრამ ასე იყო, ნამდვილად რომ დავწერე, ეს იყო დაიძინე პატარა. იავნანა იყო, რომლითაც ჩვენ ვეფერებოდით, მაშინ ეს მარათონი გავაკეთეთ, წყნეთის, კონკრეტულად წყნეთის ბავშვთა სახლი იყო მაშინ, ასეთი არაჩვეულებრივი სახლი. აი მისი პატარა მობინადრეებისთვის და იქ ავედით სიუჟეტები გადავიღეთ, რაც მაშინ ვიტირე დღემდე მეტირება რომ ახსენდება ეს ყველაფერი და გამოვიდა ძალიან თბილი, იმიტომ რომ ბავშვებს მიეძღვრა ეს სიმღერა, აი ბავშვებისთვის იყო დაწერილი. და შემდეგ უკვე მე როდესაც გთხოვა მე და გია მაჭარას რომ გადავაკეთებ ესეთ რაღაც კლუბურ სიმღერად და გავაკეთებ, რა გავაკეთოთ, გადავწყვიტეთ, გაიღიმე, ხა მე რა ვიყარი იმღერებდა იავნანას და ძირისპირულს. და გამოვიდა მართლა ჰიტი. რომლის ტექსტის ავტორი ვარ და ვარ ძალიან ამაყი და თქო ამას დიდი ბედნიერება და სიხარული არაფერია, როდესაც 35 წლის მერე ეს მარათონი იყო 90 წელს, წარმოგიდგენიათ, 35 წლის მერე კიდე მთელი საქართველო ამ ლექს მღერის და ამ სიმღერას და იცის დებილად. ძალიან დიდი მადლობა. კაპნოირმა 2021 წელს გვამჩნეთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი გახდით. საინტერესოა, როგორ დაამთავრეთ და რა მოგცათ ამ ყველაფერს. კი ბატონო, მართლა ჩავაბარე 2021 წლის დასაწყისში, კარგად ძალიან მისაღები გამოცდები, მინდოდა გამემთავრებია დოქტორანტურა და თემა მქონდა არაჩვეულებრივი ქართული მონოოპერა პირველი. რომ თუნდა გითხრათ, თითქმის დავამთავრე მონოოპერა, აი როგორც კი გამოვიზამთრებთ თუ გამოვიზაფხულებთ და უკვე რაღაცა ის გვექნება ხალისი მე პირადად დადგმის და კონცერტის გამართვის, წელსიაც საიუბილეო წელი მაქვს, მაგრამ წელს თუ არა გაიცად, მე ძალიან მინდა რომ ეს მონოოპერა მოისმინოს ჩემო ძვირფასმა ქართველმა მსმენელმა. და რაც შეეხება დოქტორანტურას, მაშინ აი მეტი იცით, ერთა ენერგია გაქვს, რაღაცა სურვილი გაქვს და საქმე არა გაქვს, ძალიან ძნელია და გადავწყვიტე ესე ჩემი მეგობრის ირინა ებრალიძის რეკომენდაციით და თხოვნით, ირინა უნდა ყოფილიყო ჩემი ხელმძღვანელი, თემაც ავარჩიეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, პორტფოლიო ყველაფერი გადასარევად იყო და მე ბევრი საქმე დამატყდა თავს. იგივე ტელევიზია, ყოველდღიური გადაცემა, კონცერტები, გასტროლები და მივხვდი რომ არ ვარ მე 20 წლის და ამდენი დრო აღარ მაქვს, რომ კიდე ხა 4 წელი ვისწავლო, თან პედაგოგიურ მოღვაწეობას მე არ ვაპირებ და ნუ აქედან გამომდინარე დავანებე თავი, ცოტა გული კი მწყდება, მაგრამ ნუ ალბათ ასე ჯობდა, იმიტომ რომ ყველაფერს თავის დრო აქვს. ამაზე უნდა მეფიქრა, რომ ვიყავი ახალგაზრდა, როცა დავამთავრე წარჩინებით კონსერვატორიის ფაკულტეტი, შემდეგ მაგისტრატურა და იქ უნდა მიმეყოლებია, მაგრამ არა უშავს, მე მგონი ბევრი კარგი მომცა ამ ყველაფერმა, კერძოდ ის რომ დაიწერა მონოოპერა პირველი ქართული. არ გეჩვენებათ, რომ ჩვენ ქვეყანას ძალიან უსამართლოდ ექცევა ლამის მთელი სამყარო. არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვისაც თქვენ შეუერთდით. ნინო მეკითხება ამას. არავის მე არ შეუერთდი, ჩემო ნინო, მე მინდა ყველას გითხრათ, რომ კი არავის შეუერთდი. მე რაღაცა მართლა უეცრად კი არ გადავწყვიტე, რომ მოდი ახლა ასე ხوارჯობია, არა. ჯერ უსამართლოდ არავინ არ გვექცევა. აი ეს ძალიან მინდა, რომ ყურადღებით მომისმინოთ და იქნებ გაიგოთ, რას ვამბობ. ის რომ ევროპა
ნუ ხო ესეთი მტრის ხატია უკვე ევროპისგან დახატული, რომ მე არ ვიცი ალბათ ჩემი ერთი პასუხით ამას ვერ გავაბათილებ, მაგრამ აი ერთი ადამიანი მაინც რომ დაფიქრდეს, რა დაგვიშავა ევროპამ. თუ მშვიდობა გვინდა, სად არის მშვიდობის გარანტია ევროპის გარდა? რუსეთთან არ არის მშვიდობის გარანტია. ჩვენ ხო ვიცით, რომ ერთ-ერთი ქვეყანა ერთ-ერთი არა, მაგრამ ნუ ჩვენ რეგიონში აგრესორი, რომელსაც სხვათა შორის ჩვენი ქვეყნის 20% თუ მეტი არა უკვე აქვს ოკუპირებული, არ ვიცი, ხომ აქვს და ოკუპანტია და რატომ უნდა გვინდოდეს ოკუპანტთან მეგობრობა, რატომ უნდა გვინდოდეს ოკუპანტის გამარჯვება თუნდაც უკრაინის ომში. მე აი ვატყობ ბევრს, რომ კილიკობენ ზელენსკიზე, რომ ზელენსკი რაღაცა საშინელი ეპითეტებით ამკობენ და უხარიათ, რომ ზელენსკიმ შეიძლება წააგოს, უხარიათ, რომ აი ტრამპმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ის თუ წააგებს, ვინ მოიგებს? ჩვენი ოკუპანტი, ხომ? ეს ჩვენთვის წარმოუდგენელია. და ევროპამ რა დაგვიშავა, რაც კარგი არ გაგვიკეთა. როდის გითხრა ევროპამ, რომ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, არ მიგიღებთ ევროკავშირშიო. კი, რეკომენდაციები მოგცა. ჩვენთვის სასიკეთო რეკომენდაციები. გააკეთეთ კარგი სასამართლო, იქონიეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ცუდი რეკომენდაციაა, მე ძალიან კარგი. ამ კანონებს რო ვიღებთ რაღაც ძალიან ძიმეს, ხო? ევროპაში ხომ აქვთ? კი, ევროპაში აქვთ, მაგრამ ევროპაში დამოუკიდებელი სასამართლო აქვთ და თუ მე ვინმე დამაბრალებს, რომ არ აგენტი ვარ, რა ვიცი, აკლემი, მე გავაჩაჩივრებ ამას და დავამტკიცებ, რომ არც აგენტი ვარ, არც ჩემი სამშობლოს რაღაცა სამტროთ მე არ ვიქცევი და სხვის ინტერესებს არ ვატარებ ჩემ ქვეყანაში, არც აკლემი არა ვარ. ამას დავამტკიცებ, იქ არის ობიექტური დამოუკიდებელი სასამართლო აქ დამიჭირდება. აქედან გამომდინარე, რა გითხრა ცუდი პოლარიზაცია შეამცირეთო, ადამიანებს უფლებებს ადამიანების პატივი ეცითო, ნუ დადრგუნავთო, ნუ დაჩაგრავთო, ვინც თქვენიანი არ არის, მაინდა-მაინც ცოტა გეწინააღმდეგებათ ყველას რადიკალს და უსახლკაროს თუ რას გვეძახიან კიდევ რადიკალები, მოკლედ მკრად ნუ მიიღებთ, ხო? თქვენი ქვეყნის თუნდაც 1/3-ს, 1/4-ს, მე არ ვიცი, 100 კაცს არ აქვს ამას მნიშვნელობა. თუნდაც მცდარს და რა შეეშალათ ამ ბავშვებს? ან მე რა შემეშალა, ან იმ სოფლიოს რა ეშლა? დემოკრატიული გზით მივდიოდით ევროპისკენ. აი იგივე ამ მომრჩევლებს, ვინც ახლა კიდევ მიეცით ხმა ოცნებას, მეც ძალიან გულხურვალი მათი მხარდამჭერი ვიყავი ბოლო არჩევნებამდე, იმიტომ რომ მათ საოცარი საქმე გაგვიკეთეს, ხო? გაუშვეს წინა სასტიკი რეჟიმი. მაგრამ მე ხო დაგვპირდნენ, რომ ევროპაში მივდივართ, აი ამ არჩევნებზე ხო ეწერათ ბანერებზე, ღირსებით ევროპისკენ. მოტყუებულად თავს არ გრძნობ ცოტა. მე მაგალითად მეუხერხულება, რომ ამის პარალელურად იყო ისეთი ლანძღვა ევროპის, ისეთი რაღაცების დაბრალება, რომ ისინი თურმე ომში გვითხრევენ, რომელმა ევროპულმა ქვეყანამ გითხრა, ომში ჩათრევა კარგი იქნება. ერთადერთი მე რაც მახსოვს, ეს იყო უკრაინელი არესტოვიჩი, რომელმაც გითხრა, რომ გაისეირნეთ სადღაც, რა ვიცი, აფხაზეთისკენ. სისულელე გითხრა, მე რა გითხრა. სულ რო ნახევარ ვიღაცა კერძო პირებს, თუნდაც ევროპელებს ესე ეთქვათ, ეს ომში ჩათრევის ცდილობაა? მე ასე არ მგონია, რომ ევროპას უნდოდეს ღარო აქედან მეორე ომი იყოს მათი გასაჩერებელი და მათი დასახმარებელი. წარმოუდგენელი ამბავია, ხო? და აქედან გამომდინარე, რას გვერჩის სამყარო, არაფერს არ გვერჩის, სამყაროს უჭირს, ეხლა ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენც ცოტა ამ პრობლემებში და турბულენტში ვართ, მაგრამ აი ერთი რამ გადავწყვიტოთ, რა გვირჩენია, ევროპა თუ რუსეთი. ეს ძალიან მარტივია. პოლიტიკის გამო ახლობელი ადამიანი, მეგობარი თუ დაგიკარგავთ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა. პოლიტიკის გამო არავინ არ დამიკარგავს. ეს პოლიტიკა არ არის. ცით ეს არ არის, რომ მე მომწონს ერთი პოლიტიკოსი, ჩემ მეგობარს მეორე და ჩვენ ამაზე ვჩხუბობთ და დავკარგეთ ერთმანეთი. არა. მაგრამ როდესაც ეს პოლიტიკა არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი, ახლა რასაც ვილაპარაკე, რომ საით მივდივართ რუსეთისკენ თუ ევროპისკენ და მას ან არ ჯერა რუსეთისკენ მივდივართ და მე უნდა რას ამბობ ევროპისკენ მივდივართ, ოღონდ თან ლანძღავთ ევროპას, ხო? საშინელია ევროპა, ყველა ბოროტება ევროპიდან მოდის, ყველა, რა ვიცი, აი ბავშვებისთვის ეს რაღაცა პროპაგანდაა, საშინელი პროპაგანდა, სწორედ ეს არის, რომ ევროპისგან ხატავთ მტერს. და არ არის ეს ასე. აი ნამდვილად არ არის ეს ასე. გავკარგე არ ქვია ამას. უბრალოდ ის ადამიანი არ აღმოჩნდა ჩემიანი. აი ხვდებით რას ვამბობ? სწორედ დათა თავაძის სპექტაკლში არის ესეთი სიტყვები და ჩემზე ძალიან შაბეჭდილება მოახდინა ამ ტექსტმა. ბევრი კარგი ტექსტია და ფინალი არის ჩვეულებრივი, ძალიან ნათელი. რომ უცხო ის კი არ არის, ვისაც არ იცნობ. უცხო ის არის, ვინც თვალს გარიდებს და მე ჩემთვის გავაკეთე აი ესეთი პერიფრაზი, რომ უცხო ის კი არ არის, ვისაც არ იცნობ. უცხო ის არის, ვისაც ვეღარ ცნობ. და მე რამდენიმე ჩემ მეგობარს, რომ მეგონა რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ვეღარ ვცნობ.
სულ მეგონა რომ მართალი იყავით ქალბატონო ირმა, მაგრამ მივხვდი რომ ცდებოდი თქვენი შვილის გამო წახვედით ქართული ოცნებიდან თუ ანაზღაურება დაგაკლეს. ხო, ამას ძალიან მინდა რომ ვპასუხო. ანაზღაურება მე თვითონ დავიკელი, მოვიკელი ხელფასი, მოვიკელი ჰონორარები, კონცერტები, ქართულ სტიპენდიაზეც კი უარი ვთქვი, აქედან გამომდინარე ანაზღაურება არაფერ შუაში არ არის და არავინ ითხრას ახლა რომ მე აგენტი ვარ და ან ამერიკა მაფინანსებს ან ნაცებმა მიყიდეს. ამ აბსურდს საერთოდ ძალიან გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ, იმიტომ რომ მე ნაცების გვერდზე ცხოვრებაში არ მდგარ და არც ვაპირებ რომ დავდგე. მაგრამ რას ნიშნავს შვილის გამო წავედი? მე რის გამო წავედი ახსენ. მე წავედი იმის გამო, რომ მე მეგონა მივდიოდით ევროპაში და აღმოჩნდა რომ გავჩერდით. ნუ 4 წელი გავჩერდი, ხო 4 წლის მე რას დავეწევით? ეს ძალიან საკამათოა, ხო? აი ეს იყო და ეს მიზეზი და არაფერ შუაში აღარ ჩემი შვილია, არც ანაზღაურების დაკლება. რა იყო მთავარი, რითაც ქართულმა ოცნებამ თავის დროზე თქვენი ნდობის მანდატი მოიპოვა. ეს ვთქვი და გავიმეორებ, ძალიან მომეწონა ქართული ოცნება, ძალიან მიყვარდა მათი ყველა გადაწყვეტილება. ვენდობოდი, იმიტომ რომ წინა სასტიკი და სისხლიანი რეჟიმი მოგვაშორა. მაგრამ იმიტომ რომ ის იყო ბევრად უარესი, მე ამ სისასტიკეებს ვერ ვამართლებ. ესეც ჩემთვის მიუღებელია. ნაციონალურმა მოძრაობამ გული რაზე გადკინა. სწორედ იმით მატკინა, რომ თავიდან იცით რომ მოვიდა მეგონა რეფორმატორი და სიახლის შემომტანი და ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ იმდენი სისასტიკე, იმდენი არახუმანური დამოკიდებულება გამოავლინა ადამიანების მიმართ, ახლა გახსოვთ მაშინ რაც ხდებოდა, ხო? ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი ჰქონდა. ამის პატიება მე და გაგება არ შემიძლია. აი ეს მატკინა. საქართველოდან წასვლა და სხვა ქვეყანაში კარიერის აწყობა არასდროს გდომებიათ, ამაზე არ გიფიქრიათ? არა, არასდროს არ მიფიქრია, იმიტომ რომ ვახსენეთ წეგან ერთ-ერთი ქვეყანა რეალურად, სადაც შეიძლება მე კარიერა გამეკეთები იყო რუსეთი, ხო? ამერიკაში მე კარიერას როგორ გავაკეთებდი, საერთოდ აბსურდია, რომ ამერიკაში ან იტალიაში ჩახვიდე უცხოელი და მაშინ ენა უნდა იცოდე ისე როგორც იქაურებმა, მღეროდე ჯაზი მათზე უკეთდა და ასე შემდეგ. მაგრამ რუსეთში არ წავედი, რატო არ წავედი? ცხადია. ყველასთვის გასაგებია და ძალიან კარგი ვქენი. ამიტომ არ მიფიქრია. აქ ვიფიქრე დარჩენა და ასეც მოვიქეცი. ვის დაასახელებთ ისეთ ადამიანად, ვინც ცხოვრებაში შეხვდა და არასდროს გავიწყდებათ. საბედნიეროდ ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია ასეთი, რა ვიცი, დაწყებული ჩემი პედაგოგებიდან, გიზი ამირეჯიბი, სუსანა გაბუნია, შემდეგ უკვე ძალიან ბევრი დიდი მსახიობი მომღერალი, თუნდაც იგივე რუსეთში, ალა პუგაჩოვა, რა ვიცი, აი ბევრი ძალიან კარგი. აი ხა ამერიკაში ვიყავი და მიხეილ ბარიშნიკოვი გავიცანი, რომელთან აი 10 წუთი ურთიერთობა ისე გამდიდრებს, ისე გალაღებს და ძალიან ბევრ სიხარულს განიჭებს, რომ ასეთი ადამიანები მართლა ბედის საჩუქარია. შემდეგი კითხვა: ბულინგის ობიექტი თუ ყოფილხართ და რა ყოფილა ამის მიზეზი, როგორ იმოქმედა ამან თქვენზე? ყოფილ ვარ პერიოდულად, აი თუნდაც მაშინ, როდესაც საზმაო დავტოვე, მაშინ არ იყო Facebook-ი, მე არ მქონდა ყოველ შემთხვევაში 2009-ში. იყო, მე მგონი არ იყო. მაგრამ აი იყო შემთხვევები, რომ ტელევიზიაშიც კი მაშინ მორბენალის ტრიქონები იყო, რაღაცებს მიწერდნენ გაუგებარს, რომ შენ რაღაცა უღალატე მაგისტრალურ ხაზს თუ რაღაც, ნუ აი ნაციონალები მიწერდნენ, რომ მე ძალიან ცუდად მოვიქეცი, იმიტომ რომ ისე სენსიტიურ დროს დავტოვე საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღესაც ხანდახან მიწერენ, რომ ნაცი ხარ და ეს რა გააკეთე, ვის გვერდზე დადექია, თქვენთანაც იყო რაღაც ანალოგიური კითხვა, ხო? კიდევ ამბობ, არც ნაცი ვარ და არც ვიქნები ცხოვრებაში, არავის გვერდზე არ ვგავარ, მაგრამ სადაც მე სიმართლე გონია კი არა და ვიცი რომ არის, იქ თუ სხვაც დადგა, ჩემთვის ცოტა მიუღებელი რა ვქნა, ამიტომ მე სხვაგან წავიდე, არ გამოდის. აი, ზოგჯერ ხდება ასე, რომ შენ მხარეს დგას ის ადამიანი, ვისაც შენ შეიძლება ყველაფერში კი არა და ძალიან ბევრ ამაში ვერ ეთანხმებ და არც აპირებ რომ დაეთანხმო. ამიტომ ნუ დავაბულინგებთ ერთმანეთს, საერთოდ ბულინგს მოვეშვათ რა. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთს გაუკეთოთ. თან Facebook-ზე ისეთი აღვირახსნილობა, ისეთი სიტყვების კორიანტელია, რომ მართლა ზოგჯერ შესვლა არ მინდა და საერთოდ ფიქრობ ხარ დავხურო ჩემი გვერდი, მაგრამ რატო? იქ ჩვენ აზრები გაუზიაროთ ერთმანეთს, კორექტულობის ფარგლებში მოუწოდოთ, კითხოთ, დაველაპარაკოთ, რა საჭიროა ლანძღვა, რა საჭიროა ბულინგი. კიდევ ერთი კითხვა. ოჯახმა როგორ შეაფასა თქვენი ასეთი პროტესტი, განსაკუთრებით მეუღლემ? ოჯახში ძალიან ერთსულოვნება გვაქვს თუ ყველას და ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. ძალიან მხარში უდგავართ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, ჩემ წინააღმდეგ ნამდვილად ვერ წავა ჩემ გადაწყვეტილებებში და მართალი გითხრათ, მამხნევებს, მამართლებს და მაქებს, შვილები განსაკუთრებით. რეზო ცოტა უფრო კონსერვატორია, ცოტა უფრო ფრთხილია, ცოტა უფრო შეიძლება ეშინია რაღაცა დავიზიანოთ, იქნებ გავჩერდეთ, იქნებ მოვიფიქროთ, მაგრამ როდესაც ვხედავთ რაღაცას, რომ ეს თეთრია და ეს ნუ ნაცრისფერი,
მე მგონი ამის არჩევა უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ, ასე რომ ოჯახის იმედი ყოველთვის მაქვს. დათო, მეკითხება, როგორია თქვენი საოცნებო ქვეყანა, როგორ საქართველოში ცხოვრებდით? ნამდვილად ვიცხოვრებ საქართველოში, არსად არ წავალ არასდროს, ვინც რა რეკომენდაცია არ უნდა გამიწიოს და ვიცხოვრებდი თავისუფალ, დემოკრატიულ, ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანის ღირსებები, ადამიანის უფლებები დაფასებულია, ადეკვატურია დამოკიდებულება, თუნდაც ხელისუფლების ჩვენ მიმართ, თუნდაც ტრათ არავის არ აღვიქვავენ, იცოდნენ მათ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას გვინდა უკეთესი საქართველო, მაგრამ აი როგორი, აი ამ გზებზე ერთად დავფიქრდეთ, უარეს უკეთესი ყოველთვის ჯობია, ხო? მე მინდა რაც შეიძლება უკეთესი საქართველო, ჩემთვის და ჩემი შთამომავლობისთვის და თქვენთვის ძვირფასო მეგობრებო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ეცადე გულწრფელი ყოფილიყარ.